უღელი ტბილი და ტვირთი მსუბუქი თავარი გზა, რომელიც ნამდვილად უნდა გაგრძელდეს დღემშვიდობისა მოგესალმებით თქვენ და ჩვენს ერთგულ მაყურებელს. გილოცავთ პირველყოვლისა თქვენს და ყველას არა მარტო ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას და არა მარტო მართლმადიდებელ სამყაროს, არამედ თითოეულ ადამიანს, თითოეულ მართლმადიდებელ ქრისტიანს და არა მხოლოდ, იმიტომ რომ პატრიარქი ამ შემთხვევაში ვფიქრობ არის მთლიანად საქართველოს პატრიარქი მათთვისაც, იმისთვისაც ლოცულობს, ვისაც სწამს, მისთვისაც ვის ნაკლებად არის რწმენაში და ზოგადად ყველა ადამიანისთვის, რომელიც ღვთის მიერ არის მოვლენილი. რა მემკვიდრეობა დახვდა ახალ პატრიარქს და ზოგადად რა ამოცანების წინ დგას დღეს ქართული ეკლესია? უპირველეს ყოვლისა ვისარგებლებ ტელევიზიის საშუალებით და მიულოცავ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას შიო მესამეს პატრიარქად გამორჩევას და ინტრონიზაციის დღეს გუშინდელ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღები მქონდა, მინდა გითხრათ, სანამ თქვენს დასმულ კითხვას უპასუხებდე, მინდა აუცილებლად ვთქვა, რომ ეს იყო დამთხევით, რა თქმა უნდა, არაფერი არ ხდება, რომ რაღაცას ესე დაემთხვა, შემთხვევითი არ არის, რა თქმა უნდა, ღმერთმა ასე განაგო, ღმერთმა ასე ინება, რომ გამორჩეული მოსაყდრეთ პატრიარქის მიერ დიდ კრებაზე ყოფილიყო არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად. მე ვესწრებოდი ამ კრებას და სხვათა შორის სატელევიზიო ეთერითაც გადმოიცემოდა იქ უმეტესი ნაწილი, უფრო იქ პირადი გამოსვლები რაღაცები მე მგონი არ გადმოიცემოდა, მაგრამ ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ფაქტია, ჩვენ ვიხილეთ ეს არჩევნები როგორც ჩატარდა და რა შედეგიც დადგა. ვუსურვებ მას მხნეობას და ვუსურვებ მას, რომ ეტარებინოს ეს ჯვარი მსუბუქად ქრისტეს ძალით. სხვაგვარად შეუძლია, ადამიანური ძალით შეუძლებელია. და ეს თვითონაც აღნიშნა თავის სიტყვაში სხვათა შორის. რაც შეეხება მემკვიდრეობას, რომელიც თქვენ მკითხეთ, მე უნდა ვთქვა ასეთი რამ, გუშინ ერთმა ჩემმა მეგობარმა დაწერა და გავიმეორებ, რომ ესე იგი ვკითხულობ რაღაც ეთყობა სოციალურ ქსელს კითხულობდა და აბსოლუტურად ყველაო ახალ პატრიარქს აძლევს რჩევას და დარიგებას. იქ ვიღაცა ექიმი შემხვდაო, ვიღაცა თქვათ პოლიტიკოსი, ვიღაცა სასულიერო პირი, ვიღაცა უბრალო მრევლი, მორწმუნე, ყველა გარდა იმისა, რომ თქვათ შეიძლება უსურვებდეს კარგს და უხაროდეს, ვიღაცას შეიძლება დიდად არც უხაროდეს, ან საერთოდ არც აღნიშნავდეს ამ ამბავს, მაგრამ აბსოლუტურად ყველა რაღაცა რჩევას იძლევა. და მე უნდა გამოვეპასუხო ამ ნათქვამს, რომ მართლაც ასე არის. ჩვენი მხრიდანაც ხშირად არის, რომ აი ალბათ ესე აჯობებს და ახლა ასე უნდა ქნას და რაღაცა შინაგანი სურვილები შეიძლება ჭარბობდეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუ რამ გინდა ადამიანმა გააკეთოს, ნაბიჯი გადადგას, სასიკეთოდ, ისე როგორც თქვათ, შენ შეიძლება მიგაჩნდეს სასიკეთოდ და ეს შეიძლება საერთოდ არ იყოს ასე. მაგრამ რაღაცა შინაგანი თქვათ, განწყობა გაქვს, ფიქრები გაქვს, რა შემდეგი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ეკლესიის გასაძლიერებლად. ამ შემთხვევაში მე ყველას ვურჩევ მორწმუნე საზოგადოებას გულისხმობ პირველ რიგში, იმიტომ რომ ალბათ ისინი ყველაზე კარგად გაიგებენ ამას, რომ გინდათ დაეხმაროთ ახალ პატრიარქს, მაშინ რაღაცა გააკეთეთ მისთვის, იმიტომ რომ ყველას ესეთი ეგოისტური მოლოდინი გვაქვს ხოლმე სამშობლოსთან მიმართებაშიც ასე ვართ ხშირად, რომ რას მაძლევს მე ჩემი სამშობლო და არასდროს არ უსვავ საკუთარ თავს შეკითხვას, რომ მე რას მაძლევ ჩემ სამშობლოს, ვარ კი ღირსეული მოქალაქე, ვარ კი რაღაცა პატიოსანი მოქალაქე, ვარ კი პროფესიონალი ჩემი საქმისა, პროფესიისა, რომელიც ავირჩიე, მეპურე თუ ვარ, გემრიელ პურს თუ ვაწყობ, თუ რაღაცას იქ მოკლედ არ ვიქცევი კანონიერად და პატიოსნად. ამიტომაც იგივე მიმართებით შემიძლია გითხრათ, რომ თუ კი ვინმეს ნამდვილი გულშემატკივრობა აქვს საქართველოს ეკლესიისა, ერთი რაც უნდა გააკეთოს, ეს უნდა იყოს, რომ რაღაცა დააწესოს, თუნდაც ის, რომ ლოცვა დაიწყოს ამ ადამიანისთვის, იმიტომ რომ მას ეს ნამდვილად ჭირდება, ეს შეწევნა, ის სიმძიმე, აი არა ეთერით, არამედ პირდაპირ ვუყურებდი ამას, როდესაც დაადგეს მას ეს გვირგვინი, კაცი თითქოს დაბერდა. რაღაცა ესეთი შეიძლება მეჩვენება რაღაცა და ზედმეტს ვამბობდე ახლა, მაგრამ აი რაღაცა თითქოს წლები მოემატა, რაღაცა თითქოს ამაზეც წერდნენ სოციალურ ქსელში. თითქოს სიმძიმე რაღაცა, აი რაღაცა თითქოს დიდი ტვირთს რომ დაგადებენ ზურგზე და სახის მიმიკაც შეგეცვლება. აი თითქოს ესეთი განწყობა იყო, იმიტომ რომ ამ სიხარულსთან რომ რაღაცა სულიწმინდის მადლი გარდამოდის ადამიანზე, პიროვნებაზე, ამის გარდა ახლავს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობა არა მარტო რაღაცა შენი ეკლესიის წევრების წინაშე, არამედ მთელი საქართველოს წინაშე და მთელი შთამომავლობის წინაშე, რომლებიც დაიბადებიან კიდევ აწი.
ასე იქნება ეს ამბავი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ჩვენი შეწევნა, რომ აქამდე თუ მხოლოდ რჩევას იძლეოდი, მოდი დაამატე ამ რჩევას, თუნდაც ერთი პატარა მოკლე ლოცვა, რომ უფალო მიეცი ძალა ჩვენს ახალ პატრიარქს, რომ კეთილად დამწყსოს ერი მასზე მიბარებული. განსაკუთრებით ახლა თქვენ მემკვიდრეობად საუბრობდით და მამაკახაბერე განსაკუთრებით ჩვენ პირველად ბევრი წარმომადგენელი ჩვენი თაობის ასე ვთქვათ მოხდა ისე რომ ახალი პატრიარქის ასე ვთქვათ არჩევის და ახალი პატრიარქი გავიგეთ რომ გვყავს. იმიტომ რომ თითქოს გვეგონა რომ ილია მეორე იქნებოდა პატრიარქის სულ და ეს იყო პატრიარქი და პატრიარქი. შინაგანი გასცდა. ჩვენ კარგი ესე, მაგრამ თვითონ აი რაღაცა სიმძიმეზე რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობდით და თქვენ ნახეთ რომ სახე სიმძიმეც ქონდა და მეც მომეჩვენა რომ ესე იყო და თქო დაკვალო დამძიმებული რაღაცა უცნაურად უნდა ვიკითხო ახლა ეს ამბავი. ნახეთ პატრიარქის ხელდასმულია როგორც მე ვიცი შეიძლება ვწდები ყველა ეპისკოპოსი რომელიც ახლა არის ხომ ასეა. შესაბამისად პატრიარქისადმი ამ სინოდის ყველა წევრს ილია მეორისადმი დამოკიდებულება იყო სწორედ იქედან რომ მან შექმნა თითქოს მართლაც არაფრისგან პირობითად ვამბობ მაგრამ აი დანგრეული დაშლილი კომუნისტების პერიოდის შემდგომ ააყვავა და შექმნა თავიდან პრაქტიკულად საქართველოში, ამიტომ ამხობ რომ შემთთვის მოციქულთა სწორის არის ლამის მისი მოღვაწეობა, რომ შექმნა ეკლესია და ხალხი და მრევლი მოაბრუნა. ასევე ხელდასმულია ყველა მისი ეპისკოპოსი, მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი და ასე შემდეგ. ანუ ყველა ამ პერიოდში გზნობდა რომ ისინი არიან თანაბარნი ერთმანეთთან მიმართებაში. პატრიარქი იყო გამორჩეული ილია მეორე. აი ეხლა ალბათ შიო მესამისთვის ახალი პატრიარქისთვის ესეც საკმაოდ ძიმე განსაცდელია რომ გუშინ რომ მათნაირი ვიყავი და დღეს უპირატესი მღვდელმთავარი გავხდი ესეც ფსიქოლოგიური ბარიერების დაძლევა თვით სინოდის წევრებისთვისაც ალბათ იქნება საჭირო ისე როგორც მისთვისაც ძალიან საინტერესო კითხვაა შეგრძნებ ძალიან საინტერესო ამბავს ამბობთ ეხლა და მე შეიძლება არც კი მომსვლოდა თავში რომ ეს გვეთქვა ჩვენი მაყურებლისთვის აუცილებლად სათქმელი რამ არის ჯერ ვიტყვი იმას რატომ უყვარდა საზოგადოებას ილია მეორე ესე განსაკუთრებულად იმიტომ რომ მიუხედავად მისი თანამდებობისა მოდი ესე დავარქვათ მის აი ამ ტახტზეც ის ბრძანდებოდა ამ თანამდებობისა ის არასდროს არ ყოფილა დირექტორი თანაბარი იყო მამა აი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ნამდვილი მამობრივი განცდა ჰქონდა როგორც მას შეეძლო მოფერება თითოეულ ადამიანზე ყურადღების გამოჩენა სითბოს გამოჩენა დახმარება ჩვენ უამრავი ისტორია არ ვიცით რომელიც მას ჩუმას თავს გაკეთებული ახლა ეს რაც ფაქტია რასაც ჩვენ ახლა კადრებში უყურებთ ეს ერთი ჩვენ ბრძანებით წეგან რომ სულ ყველა მისი ხელდასხმულია წარმოიდგინეთ 39 მღვდელმთავარი ყავს დღეს საქართველოს ეკლესიის სინოდს და 39-ივე მისი ხელდასხმულია და თვითონ რომ პატრიარქად აირჩიეს 39 სასულიერო პირი საერთოდ არ არსებობს მღვდელმთავრებზე არ ვლაპარაკობ 5 თუ 6 იყო და სასულიერო პირიც კი არ იყო ამდენი საერთოდ წარმოგიდგენიათ ეს არც ამდენი ეკლესია არსებობდა ამაზე აღარ ვლაპარაკობ საერთოდ და ესე იგი ამ ადამიანმა შეძლო ის რომ მართლაც დაიბადა თავიდან თითქოს საქართველოს ეკლესია იმიტომ რომ სასულიერო პირები იქ უამრავი მიმართულებით შეიძლება საუბარი განათლების სფეროზე არ დარჩენილა სფერო რომელსაც არ შეხებია ილია მეორე თავის მოღვაწეობის დროს ეხლა ნახეთ როგორ რატომ ვახსენე სიტყვა დირექტორი იმიტომ რომ ერში არის ასეთი რამ გავრცელებული თვისება არის ეს შეიძლება ადამიანისა და რაღაცნაირად შინაგანი ამპარტავნება თითქოს ჭამს ადამიანს რომ გუშინ თუ მე რაღაცა დირექტორი ვიყავი პირობითად ვამბობ რაღაცა გარკვეული დაწესებულების და ჩამომაქვეითეს და ხვალ თქვენ გახდით ახლა მე თქვენ რაღაცნაირად ესე ვეღარ ღებულობ და საერთოდ ვტოვებ სამსახურს და ვამბობ რომ როგორ ჩემი ხელქვეითი იყო და ახლა მე მის დირექტორობას როგორ შევეგუები ესეთი რამ მე მომისმენია ესეთი რამ მომისმენია პოლიტიკაში ესეთი რამ მომისმენია ალბათ ადამიანური მომენტი მაგრამ ეკლესიაში რამ ასეთი რამ არ შეიძლება ხდებოდეს არ შეიძლება რომ ხდებოდეს რა თქმა უნდა ნახეთ როგორ არის ეკლესიის მოწყობა ეკლესიაში ესე იზომება ვინ არის ქიროტონიით უპირატესი ქიროტონია ნიშნავს ხელდასხმას ანუ ვინ მიიღო ხელდასხმას პირობითად ვამბობ აი წირვები არის დღეს ხვალ და ზეგ დღეს თუ მე მაკურთხეს ხვალ
სხვა მღვდელი და ზეგ სხვა მღვდელი, მე დავდგები პირველი, მე მეორე დადგება, იმიტომ რომ მე პირველი ვეკურთხე მათ შორის. ესეთი რამ ხდება მღვდელმთავართა შორისაც. ქიროტონით მასზე ძალიან ბევრი უპირატესი მღვდელმთავარი იყო, როდესაც ის გამოარჩია პატრიარქმა. მაგრამ არც ერთ მღვდელმთავარს არ მიუტოვებია თავისი სამსახური და არ უთქვამს, რომ როგორ ჩემს უკან მდგომი მღვდელმთავარი ჩემს წინ რატომ დააყენე, მსგავსი პრეტენზია არც ერთ მღვდელმთავარს არ გამოუთქვამს. პრეტენზიები შეიძლება მოგვისმენია, რომ რაღაცა არ მოსწონდათ, რაღაცა თქვათ რა, მისი გამონათქვამი თუ ესეც ჩვეულებრივი ადამიანურია. მე სანამ გადაცემა დაიწყება და გითხარით კიდეც რომ ჩვენს ბოლო აქ საუბარს რაღაცა თითქოს კამაც არ დავარქმევ, ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა მეთქი. ჯანსაღი საუბარი იყო და ასეთი საუბრები ბუნებრივია, სინოდის წევრ ადამიანები არიან და განსხვავებული აზრი ღმერთმა დაიფაროს რომ გქონდეთ. უნდა იყოს რა თქმა უნდა. უნდა იყოს ჯანსაღი უბრალოდ და უნდა იყოს საფუძვლიანი, არგუმენტირებული. მე უბრალოდ ვთქვა ეხლა ესე რომ რაღაცა წყაროს თავზე ასე ლაპარაკობენ, ეს ხო სასაცილო ასე არ შეიძლება და ამიტომაც თუ კი იყო რაღაცა რომ ვინმეს არ მოსწონდა, არასდროს არ უთქვამთ რომ რატო დააყენე ჩვენზე წინ. იმიტომ რომ გადაწყვეტილება მიიღო მამამ რომ ეს კაცი უნდა იყოს მოსაყდრე, თუმცა კი სინოდმა გაიმეორა და დაამტკიცა მერე, ეს ისე არ მომხდარა მაინც, იმიტომ რომ მემკვიდრეობითად არ გადადის და აქედან გამომდინარე, დღევანდელ დღესაც თუ თქვენ ნახავთ გუშინდელ კადრებს, კვლავ თვალს გადაავლებთ, აბსოლუტურად ყველა მღვდელმთავარი, რომლებიც მეუფეშიო საერთოდ რომ არ დადიოდა ეკლესიაში, ისინი უკვე მღვდელმთავრები იყვნენ. ნახეთ როგორი გახარებული სახეები აქვთ. ნახეთ მათი გახარებული სახეები, მათი მილოცვები, მათი ბედნიერი სახეები. ამას ვერ დამალავ, ვერც წყენას და ვერც სიხარულს რაღაცნაირად შიგნით ვერ ინახავს ადამიანი, ყველაფერი მჟღავნდება და ნახეთ ის უხუცესი მღვდელმთავრები, რომლებიც თავისი კათალიკოსობის პირველ წლებში აკურთხა მღვდელმთავრებად მისმა უწმინდესობამ ილია მეორემ ჯერ კიდევ ეს არის 80-იანი წლების დასაწყისი, ნახეთ მათი სახეები. და მამაში პატრიარქის შიოც, ხო მათთვის მამა უნდა გახდეს. აი ამაზე ვსაუბრობ, ძალიან მნიშვნელოვანია და ეს როდესაც მოხდება და მრევლი როცა ამას დაინახავს, როგორც გუშინ დაინახა, როდესაც დაინახავს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო უპირატესი, ეხლა ეს გახდა და ასე შემდეგ და მისივე არჩეულია, მისივე შვილი გახადა, ეს მერე მისი შვილი იქცევა მამად, აი მაშინ გაცილებით მე აი რჩევაზე თქვი თქვენ რომ რა ურჩევენ ბევრს პატრიარქს, მე ძალიან მოგზაურებლად არაფერს არ ვურჩევ, უბრალოდ ვამბობ რომ მე მგონია რომ აი ეს ხილული როდესაც მოხდება რომ სწორედ უპირატესი მღვდელმთავარი, რომელიც ასევე თავის მღვდელმთავრებს და მიტროპოლიტებს, ეპისკოპოსებს, რომლებიც მეუფეები არიან, ეხლა მათი მამაც და სულიერი მოძღვარი ხდება უპირველესად, მაშინ მრევლიც ძალიან შეგნებულად, უფრო ადვილად გაყვება იმ გზას, რომელი გზაზედაც დადგება, მე ვფიქრობ ამ შემთხვევაში უწმინდესი და უნეტარესი და ერთი თქვენ ბრძანეთ, რომ ხო, აქეთ ამ მხარიდან და თვითონ პატრიარქისთვისაც არის ეს ბარიერი ნამდვილად გადასალახი, როგორც მამობრიობის სტატუსის მიღება. არის, რა თქმა უნდა. მე მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან დიდი ჯვარი, დიდი გოლგოთა. საკუთარი თავის უარყოფისა, იმიტომ რომ ეს მამობა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არადირექტორობა. არადირექტორობა მამობაზე თუ მენეჯერი გასაგებია შეიძლება გახდეს ნებისმიერი ეს მამობა ძალიან დიდი ტვირთია. იმიტომ რომ აი ვისაც ოჯახი გვყავს და შვილები გვყავს, კარგად გამოგვიცდია რომ იქ ყველა სხვადასხვა ხასიათს ამჟღავნებს და ამ ყველა ხასიათის მამა უნდა იყოს. ის შენ რომ არ მოგწონს რაღაც, მაინც მაგისი მამა ხარ. მისი მამა ხარ. ასე. აბსოლუტურად მიუღებელი მისი აზროვნება შეიძლება, აბსოლუტურად მიუღებელი მისი ქცევა, მაგრამ მამა ხარ. და ეს არასდროს არ ავიწყდებოდა არც წინა პატრიარქს და არც ამ პატრიარქს არასდროს არ დაავიწყდება. მე ამაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ მან ასე დაიწყო და მის სიტყვაში ეს ჟღერდა გუშინ, როდესაც მან თქვა, რომ ჩვენ ფართოდ უნდა გავაღოთ ეკლესიის კარები და ყველას მივცეთ აქ დაბრუნების საშუალება, რომლებიც დღემდე კიდევ ვერ ბედავენ ეკლესიაში შემოსვლას, იმიტომ რომ იქ შეიძლება ეგულებათ გაბრაზებული მაპატიეთ და წვერგაბურძგნული კაცი, რომელიც გამოაგდებს გარეთ, ეს ასე არ არის. იცოდნენ რომ იქ ეგულებათ მამა.
ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა და მეც სიამოვნებით და ისწორედ ეს სურვილი მაქვს მეც ყველაზე მეტად და ალბათ ყველას, რომ ახალი სულიერი მამა, რომელიც საქართველოს ყავს და ჩვენამ თაობაში დავებადეთ მიჯნაზე ერთი პატრიარქის და მეორე პატრიარქის, ჩვენთვისაც ისეთივე სულიერი მამა გახდეს და გახდება დარწმუნებული ვარ შიო მესამე საქართველოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი, როგორც იყო ჩვენი ნეტარცხებული ამინ. აქსიოს მის პატრიარქობას. დიდი მადლობა. ჩვენ დავბრუნდებით ცოტა პაუზის, მცირე პაუზის შემდეგ. კი ბატონო, დროებით.